ჩვენ როდესაც დაიწყო ხო ამაზე საუბარი რომ აპირებდნენ მაგალითად ფარას ინიცირებას და ასე შემდეგ ჩვენ მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის ვამბობდით რომ ამერიკული ვერსია და ამერიკაში მოქმედი ფარა საერთოდ არ არის წინააღმდეგობაში მათ შორის ადამიანის უფლებებთან, იგივე მედია ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა ამას თავისი არგუმენტები და ფაქტები აქვს ხო? ეს კანონი მიიღეს ძალიან ბევრი წლის წინ ნაცისტური ასე ვთქვათ იდეოლოგიის და ზოგადად ნაცისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ხო რაც იმ პერიოდში განსაკუთრებით იყო და იმ პერიოდს მიესადაგებოდა და რეალური მიღების მიზანი იყო სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ამ შემთხვევაში ამერიკის და ასევე პირიქით დემოკრატიის გაძლიერება. ძალიან ბევრი წელი დასჭირდა შემდეგ თავად სასამართლოს და იგივე იუსტიციის დეპარტამენტს რომ კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები შეექმნა თუ ვისზე ვრცელდება ხო რეალურად ფარა რომელიც 25 წელს პრინციპში სიტყვით გადმოიტანა ქართულმა ოცნებამ და მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტმა ასე ვთქვათ სპეციალური წესები შეიმუშავა. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თავად აი ამ დეპარტამენტის განმარტებით მნიშვნელოვანი არის თავად სპეციფიკურობა უშუალოდ იმის რა დაკვეთას ასრულებს მაგალითად ფიზიკური პირი იქნება თუ ორგანიზაცია რომელი ქვეყნის დაკვეთას ასრულებს და რა დაკვეთას ასრულებს. ასევე საინტერესო არის ისიც რომ გარკვევით განმარტა დეპარტამენტმა ასევე ისიც რომ უნდა იყოს გამიჯვნა მაგალითად ორგანიზაცია თავისი დღის წესრიგით მოქმედებს თუ ეს არის ზუსტად ის დაკვეთა რა ქმედებასაც ახორციელებს კონკრეტული ორგანიზაციისგან. ჩვენ ვამბობთ რომ რეალურად ქართულ კონტექსტში ფარა ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ბევრი წელია მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში, მუშაობენ თავიანთი კონკრეტული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ აქვთ თავიანთი წესდება და თუ მაგალითად ისინი გარკვეულ დაფინანსებას იღებენ სხვა ქვეყნისაგან, ეს არის გამჭვირვალე, ანუ მიზანი, რაზეც ამბობენ, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, ეს არ არის რეალური მიზანი, იმიტომ რომ ისედაც გამჭვირვალე არის დაფინანსება და ასევე რაც მთავარი არის, არავინ არ კარნახობს ქართულ სამოქალაქო სექტორს, ასე ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. რეალურად ამერიკაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე და სწორედ აი ამ დემოკრატიულობის გაძლიერებიდან გამომდინარე შეიქმნა ასე ვთქვათ ეს კანონი და გავრცელდა ძალიან ცოტა ორგანიზაციაზე რეალურად 5%-მდე ორგანიზაცია ფიზიკური პირი არის აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული და ძალიან ბევრი ისეთი ასე ვთქვათ მაგალითად Deutsche Welle, BBC რომელიც დაფინანსებას იღებს ხო რა თქმა უნდა სხვა ქვეყნისგან მაგრამ ის საერთოდ არც განიხილება რომ აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ასევე საინტერესოა ვინ ჩაითვლება და ვინ არ ჩაითვლება აგენტად და უცხოეთის ინტერესების გამტარებლად. აი მაგალითად თუ კი პირი უცხოეთიდან ოჯახის წევრისგან იღებს რაღაც გარკვეულ შემოსავალს და ამასთან ერთვის თავისი რა ვიცი სამოქალაქო ან პოლიტიკური აქტივობა შესაძლებელია თუ არა რომ აი ესეთი პირიც მოექცეს აგენტის განმარტების ქვეშ. კანონი არის თავისთავად ძალიან ბუნდოვანი შეიძლება ითქვას და ამიტომ ვამბობთ ხოლმე და ამიტომ არის ფაქტად ეს რომ ძალიან ბევრი დასჭირდა თავად ბევრი წელი ამერიკაშიც რომ კონკრეტული ასე ვთქვათ სამოქმედო პრინციპები მიეღოთ ვისზე უნდა გავრცელდეს და ჩვენ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა იგივე კანონი გადმოიტანეს სიტყვასიტყვით და აქ უკვე დამოკიდებული არის იმაზე როგორ განმარტავენ ხო ამ კანონს ჩვენ ვნახეთ მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისგან რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები შემდეგ მან ინსტრუქციაც გამოაქვეყნა ასე ვთქვათ, ვისზე შეიძლება გავრცელდეს თუნდაც, როგორ უნდა ახსრულდეს, ხო, ეს კანონი და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი უკვე, როდესაც ეს ინსტრუქციაც ვნახეთ, მოვისმინეთ ეს განცხადებები, იგივე პარლამენტის წევრების თითქმის ყოველდღიურად ამბობენ ამას, რომ უნდა დარეგისტრირდნენ მათ შორის ქართული ორგანიზაციები და თუ რამე კითხვის ნიშნები აქვთ, ნუ ამერიკის ფარა არის და მივიდნენ შესაბამის ადრესატთან, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ რეალურად ამ კანონის ახსრულებაზე მათ შორის აი წარმოიდგინეთ გამონაკლისებში როდესაც წერია ბიზნეს საქმიანობა კანონის შესაბამისად შეიძლება ისე განმარტოს ქართულმა ოცნებამ რომ გამორიცხოს მხოლოდ მათი თქმით კეთილსინდისიერი ბიზნეს საქმიანობა თუ კი ის ჩათვლის საჭიროდ რომ გრანტი ანუ რაღაც დაფინანსება აიღო მაგალითად იგივე სამეცნიერო კვლევით საქმიანობის განხორციელების დროს ფიზიკურმა პირმა თუმცა მან რაღაც დაწერა და იქ მათი შეფასებით არის პოლიტიკური საკითხი ნახსენები, რაც
მათი შეფასებით ისევ გავლენას ახდენს, ხო, რაღაც კონკრეტულ დღის წესრიგზე, შეიძლება ამ ადამიანს მოსთხოვონ ზუსტად დარეგისტრირება. ძალიან საინტერესო არის ასევე, როდესაც ვამბობთ რუსეთთან, როდესაც ჩვენ პარალელს ვავლებთ, ხო, რატომ ვავლებთ პარალელს? ესეც არ არის ჩვენი მოსაზრება უბრალოდ. რუსეთში განსხვავება ერთი ის არის, მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ძალიან ბევრი წელი დასჭირდა საქართველოსთან შედარებით, რომ კანონი რაც მოქმედებს რეალურად რუსეთში და რამაც უკიდურესად შეზღუდვა ფაქტობრივად თავისუფალი სიტყვის მოქმედება, ასე ვთქვათ, ქვეყანაში 2012 წელს მიიღეს პირვანდელი ვერსია, მაგრამ აი მაგალითად 2017-ში მედია ორგანიზაციებზე გაავრცელეს, 2019-ში ბლოგერებზე გაავრცელეს, შემდეგ იყო 2022-ში მაგალითად გაჩნდა ცნება დაკავშირებული პირი. რას ნიშნავს ეს დაკავშირებული პირი? დაკავშირებული პირი არის მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი. მინდა გითხრათ, ეს ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა 31 მაისს რაჟდენ კუპრაშვილის, ასე ვთქვათ, მიღებული ბრძანება, იქ უკვე არის ესნება, ეს არის დაკავშირებული პირი და ამის მიხედვით თანამშრომელი, თუ კი ისინი ჩათვლიან, რომ ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს, თანამშრომელი ვალდებული არის, რომ თავადაც დარეგისტრირდეს და უფრო შედარებით მცირე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გაზრდილი ჯარიმები. ხო, რა შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი? როდის არის გათვალისწინებული პატიმრობა? კანონის მიხედვით მაქსიმალური ვადა ეს არის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და აი პირდაპირ წერია მაგალითად კანონის ტექსტში, რომ თუ მაგალითად პირმა განზრახ მაგალითად შეიტანა ეს სარეგისტრაციო განცხადება, თუმცა და განზრახ რაღაც შეცდომა დაუშვა, ან განზრახ რაღაც დოკუმენტი დამატებით არ წარადგინა. აი ამაზეც კი 10,000 ლარიანი ჯარიმა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის. ან მაგალითად აი ესეთი ჩანაწერი არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული არის აგენტი, მათი თქმით, რომ გაგზავნოს რაღაც კონკრეტული წერილი იქნება ეს თუ რაც რისი გავრცელებასაც ის ორ ან მეტ პირთან გეგმავს ანტიკორუფციულ ბიუროში 2 დღით ადრე, თუ ამას არ გააკეთებს, ამაზეც არის იგივე პასუხისმგებლობა გათვალისწინებული. შესაბამისად, ისინი საუბრობენ ამ კანონზე ძალიან ფართო ინტერპრეტაციით და ზოგადად ეს კანონი ფარა ძალიან ბევრმა არადემოკრატიულმა ქვეყანამ რეალურად გამოიყენა სწორედ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ საბრძოლველად. საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. თქვენ ახლა საუბრობდით, რომ კანონში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. სწორედ აი ამ ბუნდოვანებიდან გამომდინარე, როგორ გესახებათ მისი სრულფასოვანი ამოქმედების პერსპექტივა? ნახეთ, ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ შორის აი ამ ბრძანებას და ინსტრუქციაზე, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა მიიღო, იქ ასევე ინსპექტირების ცნება არის შემოტანილი. ინსპექტირება გულისხმობს, რომ მაგალითად თუ მან ჩათვალო, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, თუნდაც ფიზიკური პირი, ანუ ეს იმიტომ ვამბობთ, რომ ძალიან ფართო ურთიერთობებზეც ვრცელდება განსხვავებით მაგალითად წინა რუსული კანონისგან, თუნდაც ფიზიკური პირი, ხო, იგივე ატარებს რაღაცა ტრენინგებს, ან რაღაც საქმიანობას ეწევა, რაღაც ნაშრომს ამზადებს, ხომ? თუ ჩათვალო, რომ ის წესით უნდა დარეგისტრირდეს, მისი მოსაზრებით უნდა დარეგისტრირდეს აგენტების რეჟ და არეგისტრირდება, ის იწყებს ინსპექტირების პროცესს, თუმცა შეიძლება გააგზავნოს მოკვლევის წერილი და შეიძლება არ გააგზავნოს, შეიძლება დამოუკიდებლად დაიწყოს ეს მაგალითად აი საგადასახადოდან გამოითხოვოს გარკვეული ტიპის ინფორმაციები და ძალიან მარტივი პროცედურა შეიძლება იყოს ეს ერთი რაღაც მიღებული ინფორმაციით, მან თქვას, რომ დიახ, ეს პირი უნდა დარეგისტრირდეს აგენტად. ასევე შეუძლია რომ მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით და შეიძლება საერთოდ მაგალითად ორგანიზაციამ არ იცოდეს ისე დაედოს მის ქონებას ყადაღა, ხომ? და შემდეგ აქვს, როდესაც დასკვნას მოამზადებს ანტიკორუფციული ბიურო, 10 დღიანი ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვალდებულება აქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მაინც პირის პასუხისმგებლობას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, როდესაც თუნდაც აი ამ ინსპექტირების მექანიზმებს საუბრობთ, ეს არ არის რაღაც დროში დაწელილი ძალიან პროცესი, იმდენად მარტივი შეიძლება იყოს მისთვის ეს ინსპექტირება, იმდენად ერთი ჩანაწერი არსებობს მაგალითად. ასევე აი კანონის მერვე მუხლი ძალიან ბუნდოვანი არის იმ ნაწილშიც, რომ ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის აზრით ასეთი ჩანაწერი არის და ინსტრუქცია, რომელიც იქნა მიღებული, იქ არაფერი არ არის დაკონკრეტებული, ხომ? თავად ეს კანონი იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული, ასე ვთქვათ, პრინციპების შემოღება, თავად იუსტიციის დეპარტამენტი ამერიკაში ამ საკითხს ძალიან, ასე ვთქვათ, ეკიდება ისე, რომ პირიქით არა დაირღვეს მაგალითად რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობას შეეშალოს ხელი ან ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური პირის საქმიანობას, პირიქით ნამდვილად ეს დეტალური გაწერა ამ სტრუქტურა
ისე იყო ჩამოყალიბებული, რომელიც პირიქით ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და მაგალითად, როდესაც რუსეთში მსგავსი ტიპის კანონი ამოქმედეს, ოღონდ რა თქმა უნდა, საერთოდ სხვა მიზნებით, მაგალითად, ევროსასამართლომ 2022 წელს ასევე იმსჯელა რუსული ორგანიზაციებმა მიმართეს, რუსეთის ორგანიზაციებმა და დაადგინა დარღვევა, რა თქმა უნდა, დააკისრა ფინანსური სანქციებიც, რაც რუსეთმა არ აღასრულა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს რეალურად თუ კი ქართული ოცნება ასეთ ინტერპრეტაციას მოახდენს და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინ ეს აღარ იქნება ამერიკული კანონი და ეს უკვე იქნება რუსული კანონი, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ეს არ უნდა გაიგოს მათ შორის საზოგადოება, რომ ჩვენ ამას უბრალოდ ვამბობთ, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება ეს ჩვენ შეგვეხოს, ხო, ხვალ. ეს რეალურად ასე არის, რეალურად არსებობს, ხო, ამის საფრთხე. ამიტომ თუ კი ქართული ოცნება, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მათ შორის და ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონი, მაშინ ეს საერთოდ არ ეხება არც ერთ ორგანიზაციას, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოქმედებენ თავიანთი წესდებით, თავიანთი დღის წესრიგით და ნებისმიერ შემთხვევაში იღებენ თუ არა ისინი დაფინანსებას, მხოლოდ დაფინანსების კომპონენტით არ უნდა მოხდეს გაფილტრა ამისი, იმიტომ რომ თავად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც იუსტიციის დეპარტამენტების პრინციპებზე ვსაუბრობთ, იქ არის მკაცრად გაწერილი, მხოლოდ დაფინანსების მიღების წყარო თუ არის უცხოური, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ის არის აგენტად რეგისტრაციის სუბიექტი. დიახ, და ბოლოს ძალიან მოკლედ, თქვენ როგორც იურისტი, რას ურჩევდით იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება გავრცელდეს ეს კანონი, არსებობს თუ არა, რაიმე სამართლებრივი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხო, არ არის მარტივი კითხვა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი უნდა აღსრულდეს ისე როგორც ამერიკაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მათ შორის, რომელიც თუნდაც პოლიტიკურ ამბებზე თავის მოსაზრებას გამოხატავს, იგივე სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ეწევათ კვლევით საქმიანობას, ამდენი წელი ადამიანის უფლებებს იცავს, ხო და ძალიან ბევრ ადამიანს მათ შორის ამ ქვეყანაში მიღებული აქვს ის სარგებელი, რასაც ისინი ეწევიან, ასე ვთქვათ, მათ შორის თუნდაც უფასო იურიდიული დახმარებები, მაშინ მათ უნდა გააგრძელონ, ხო, ჩვეულებრივად ეს საქმიანობა, იმიტომ რომ კანონი არ ვრცელდება მათზე, თუმცა თუ მაგალითად ქართული ოცნება დაიწყებს მის აღსრულებას ისე როგორც არადემოკრატიულ ქვეყნებში გამოიყენეს ფარა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის ევროსასამართლოს გულისხმობ ყველა შესაძლებლობას აბსოლუტურად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და თქვენ იცით, რომ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სხვა ორგანიზაციებთან ერთად უკვე მიმართა თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს და რა თქმა უნდა ეს ბრძოლა გაგრძელდება უკვე ევროსასამართლოშიც.